დღეს ვამზადებ პალესტინურ ტრადიციულ კერძ მუსახანს. და ამ ფონზე მინდა ერთი ძალიან პირდაპირი რამ თქვა. მე ვარ პროგრესული სიონიზმის მხარდამჭერი. ეს ნიშნავს მარტივ იდეას. ებრაელ ხალხს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო და იცხოვროს უსაფრთხოდ, თანასწორ და თავისუფალ გარემოში, ისევე როგორც ყველა სხვა ხალხს ამ რეგიონში. ეს არასდროს არ გულისხმობს სხვა ხალხის გაქრობას, გაძევებას ან დეჰუმანიზაციას. დღეს მთავარი პრობლემა არ არის ხალხები. ეს არის რადიკალიზმი და ტრაიბალიზმი, რომელიც ყველაფერს ჩვენებად და სხვებად ყოფს და ამ იდეებით მოწამლული ადამიანები. მომავალი თუ საერთოდ არსებობს, უნდა იყოს აგებული სიმართლეზე, უფლებებზე, თანაცხოვრებაზე და ურთიერთპატივისცემაზე, სადაც ორი ხალხი ერთ სივრცეში ცხოვრობს უსაფრთხოდ და ღირსეულად. დღეს ასეთ თანაცხოვრებას მრავალი ქალაქი განასახიერებს ისრაელში, რადგან ამ ადამიანებმა გაბედეს და დაიწყეს თანაცხოვრება, ერთად შრომა, ურთიერთპატივისცემა და შედეგად შექმნეს განვითარება და არა ომი და მუდმივი სისხლისღვრა. მუსახანი ამ ყველაფრის ფონზე მხოლოდ კერძი არ არის. ის გვახსენებს, რამდენად ღრმა და რთულია ეს რეგიონი და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ სირთულეს პასუხი არ გავცეთ სიძულვილით, არამედ პასუხისმგებლობით.